გამოშვებას. წინა საარჩევნო დარღვევებზე განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის პროპორციული სიის პირველმა ნომერმა გააკეთა. გიორგი კირთაძემ დღეს გადასატანის საარჩევნო ყუთით მოსარგებლე ამომრჩეველთა რეგისტრაციის ვადების დარღვევებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ პროცესი, რომელიც 12 ივნისს საღამოს 6 საათზე უნდა დასრულებულიყო, დღემდე გრძელდება. კირთაძე აღნიშნავს, რომ გადასატან ყუთებში რეგისტრირებულ ადამიანთა რიცხვი ისე იზრდება, რომ ჟურნალში ცვლილებები არ შედის. განცხადება პარტიის ბათუმის სიის პირველმა ნომერმა საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გააკეთა. საუბარია 15-მდე საარჩევნო უბანზე, მათ შორისაა 39, 42, 43, 77, 92 უბანი და სხვა. ოლქში განმარტავენ, რომ 26 კაციანი ტექნიკური ცდომილება მხოლოდ 77 და 78 უბანზე იყო, რაც 13 ივნისის მონაცემებით გასწორდა. განცხადებას იმის შესახებ, რომ პროცესი დღესაც გრძელდება, კახა ჯაიანი უარყოფს. სამართლებრივ შეფასებას საიაში აკეთებენ. ქართული ოცნება ცდილობს გადასატანი ყუთის მეშვეობით გააყალბოს არჩევნები. 12 ივნისვე საღამოს და 13-ში დილას ჩვენ დავიწყეთ ბუნებრივია ინფორმაციების მოძიება ბათუმის ყველა უბნიდან, რა მდგომარეობა იყო და რამდენი ადამიანი იყო გადასატან ყუთში რეგისტრირებული. ეგ ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ჩვენმა კომისიის წევრებმა მოგვაწოდეს, ჩვენ ამის რეესტრი გავაკეთეთ, მაგრამ სამწუხაროდ დღეს აღმოაჩინეთ ძალიან საინტერესო სიტუაცია, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ გადასატან ყუთში ადამიანების რეგისტრაცია კვლავაც გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ამისი კანონით დადგენილი ყველა ვადა ბუნებრივია არის ამოწურული. 77 უბანთან დაკავშირებით იყო 21 განცხადება, ჩვენ გვითხრეს 21, იყო 26 სინამდვილეში, ანუ სატელეფონო კავშირის დროს ვინც დაუკავშირდა ტექნიკური ხარჯების გამო გაიგონა 21 და ყოფილა 26 განცხადება, რაც მოხდა, რა თქმა უნდა, ჟურნალის გადამოწმება და წესრიგშია ყველაფერი. 12-ში 6 საათამდე შეეძლოთ, რომ განცხადება დაეწერათ მოქალაქეებს და მისულიყვნენ კომისიაში მინდა ხმამოიწე გადასტანი ყუთით. 6 საათში კომისია ასრულებს მუშაობას, 13-ში უნდა განიხილოს კომისია. 14-ში მაგარ განიხილავს საუბნო კომისია.